მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გადაცემათა ციკლს საუბრები ბრეხალოკიდან. დღეს ჩვენ გვყავს სტუმრად ძალიან საინტერესო კაცი, ბატონი შუქრი დგებოაძე, ცნობილი ფოტოკორესპონდენტი, მეგობრებმა შევარქვით მას აფხაზეთის მემატიანე, ჩვენ ვართ ძველი მეგობრები, ასევე მუშაობდით საოლქო გაზეთში აფხაზეთის, ბევრი საინტერესო ამბავი გადახვდა, ბევრი კურიოზი. ხშირად მეგობრები ვეკითხებიან ჩვენ რომ რა არის ბრეხალოკა, რას ნიშნავს. მე და შენ ბრეხალოკას გვაერთიანებდა, იმიტომ რომ ჩემი სამსახურებიც ისე იყო რომ სულ მან მუშაობდი ახლოს. აი ახლა მოგვართვეს ჩვენ ბატონი ამირან გაგუას ყავა. ვინც ოხუმელია და ვინც მისი სტუმარი ერთხელ მაინც ყოფილა, გემო ამირან გაგუას ყავის, კუგურ ჩაის, ონიკის ყავის, ყველას ახსოვს და ბატონი ამირანის აქ ბრძანდება და მე გაიხსენებს ისტორიას. სოხუმში ჩვენზე უფროსი თაობის ხალხი ბრეხალოკაში იკრიბებოდა, ტრადიცია დიდი ქონდა ბრეხალოკას და თუ ჩვენ პატარა ბიჭებს რაღაც არ გვესმოდა ისე ან რაღაც შეგვეშლებოდა, ხო? ისინი გვეუბნებოდნენ, არ თქვა ასე. სოხუმის ენაზე ეს ასე ჟღერდა, ფილტრუი ბაზარ ვასა, ფილტრუი ბაზარ ვასა. 70 ენაზე ლაპარაკობდნენ და ერთი სიამოვნება იყო რომ ყავა სვამ და გვერდით გესმის აფხაზურად საუბრობს ხალხი. აქეთ ქართულად, რუსულად, ბერძნულად, სომხურად და ეს იყო სწორედ სოხუმის ძალა და ამ ხალხს ერთმანეთთან შეხვედრა რომ ენატრებოდა და ყველა იქ იკრიბებოდა, მაგნეტიზმი ჰქონდა. ბრეხალოკა ძალიან დიდი. აქ იყო სნეულის გაკვეთილები, როცა მოხდები ზღვისპირას, აუცილებლად ბრეხალოკაში უნდა შეხვიდე და გაიგო ახალი ამბები. მოგესალმებით, როგორც სოხუმელ კაცს, სოხუმში დაბადებულ კაცს, ბრეხალოკა ყველასთვის ძვირფასი მოსაგონარია. დავიწყებ იმით, რომ რაკი ბრეხალოკაზე ჩვენ დღევანდელი გადაცემა რედაქციაში ჩემი ლაბორატორიის გვერდით იმყოფებოდა ტელეტაიპი. ახლა შეიძლება ბევრმა არც იცოდეს რა ტელეტაიპი, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ვართ, მაგრამ მაშინ ტელეტაიპი იყო ყველა საინფორმაციო სიახლე მოდიოდა ტელეტაიპებზე. ერთ დღეს ეს იყო ალბათ 80-იანი წლების შუაგული, სადღაც 85 ალბათ წელი მიახლოებით. გამოვედი ჩემი ოთახიდან და ვხედავ ტელეტაიპის სპეციალისტი იყო ჩვენთან ჟენია, ერთი რუსი სპეციალისტი იყო, კაი სპეციალისტი, დგას პანჯარასთან და ფიქრობს. მე ვკითხე ჟენიას, ჟენია რამე ახალი ამბავი ხო არა მეთქიდა. იო, მაგრამ არავის არ უთხრაო. რა მოხდა, მე ვუთხარ, ჩერნენკო გარდაიცვალა. მოვიდაო საიდუმლო გრიფიო, რომ 3 დღე სანამ ახალ კანდიდატს არ არჩევენ, მანამდე ამის გამოქვეყნება არ შეიძლება. წავედი ბრეხალოკას. ვისაუბრეთ მეგობრებთან და წავედი რედაქციისკენ. წავამეწია ერთი ბრეხალოკიდან მეგობარი. შუქრიო, რა მეთქიდა? რაღაცას გეტყვიო, ოღონდ არავის არ უთხრაო. რას მეთქი? ჩერნენკო გარდაიცვალა. უთხარ შესაძლებელი მეთქიდა, ხო არ უთხრა არავისო. ესე იგი, იმდენად ჩქარა ვრცელდებოდა ინფორმაცია ბრეხალოკიდან, ესე იგი, ყველა ახალ ამბავს გაიგებდი ბრეხალოკას. ეს არის აპარატი, ჩემი შუქრის, მახსოვს ის დღე, როდესაც გვაჩვენა გერმანული აპარატი, მაშინ იყო ძალიან კაი აპარატი, იყო ზენიტი, მაგრამ ნუ გერმანული კიდევ უკეთესიც, ხო და ამით მუშაობდა შუქრი საოლქო გაზეთში, სადაც ჩვენ მოგვიწია ერთად თანამშრომლობდით და ამით გადაიღო ძალიან ბევრი სურათი. მთელი აფხაზეთზე კულტურული ღონისძიებები, პიროვნებები, ბუნება, რა ვიცი, ძალიან ბევრი რამ. შენ ხარ როგორც ფოტოკორესპონდენტს, ბევრი რამ გაქვს მოსაყოლი. ახლა რაც შეეხება ამ ფოტოაპარატს, ამ ფოტოაპარატმა გამოიცვალა რამდენიმე გენერალური მდივანი. ესე იგი, დაწყებული ბრეჟნევიდან ყველას გვახსოვს ჩვენ, ხშირად იცვლებოდნენ გენერალური მდივნები და დღემდე არაუშავს. მუშა მდგომარეობაშია, კარგად მუშაობს, მაგრამ ახლა ფირზე არავინ არ იღებს, მაგრამ რელიკვია დარჩეს მაინც. ის პერიოდი, როდესაც დათათუთაშხია გამოსული წიგნი, ფილმი გადაღებულია, ფილმმა მოიარა მთელი საბჭოთა კავშირი,
ჭაბუა მრეჯიბი არის ყველგან საპატიო სტუმარი. ბორის ადლეებამ დაპატიჟა ეს აფხაზეთში. ჭაბუას ჩამოყვა ანდრია ბალანჩივაძე. ახლა როგორც ყოველთვის შეიკრება აფხაზეთის მთავრობა, ყველა მინისტრები. სამე უნდა წაიყვანონ რაიონში, რამე უნდა ანახონ. წაიყვანეს გულიერებში ილიჩის მეურნეობაში, ციტრუსების. ანახეს წიფე მანდარინები, როგორ იკრიფება, აფხაზეთი ცნობილი იყო თავის სტუმართმოყვარეობით და კაი ფორმარილი გაიშალა. სანამ ფორმარილი გაიშლებოდა, ჯგუფ-ჯგუფებად იდგნენ და საუბრობდნენ. და იყო ასეთი ისტორიკოსი ვიანორ ფაჩულია. ვიანორი და ჭაბუა ერთად საუბრობდნენ. ჭაბუას უკან არის სანიაღვრე თხრილი. ეს ვაშლის ტოტები ისია ჩამოშვერილი, მე ვთქვი თვალში არ მოხდეს ვინმეს მეთქი. ამდენი და მოვწიე ეს ვაშლის ტოტი. გადავტეხე და რო გაუშვი, პირდაპირ მოხდა შუბში ჭაბუას. ჩვენ ჭაბუა ჩავარდა თხრილში. კაცი გადასახლებად გადაურჩა და შემეშინდა. იქით რო გავიხედე, მთელი საოლქო კომიტეტი თავის გენერლებიანად უშიშროება MVD შინაგანსაქმეთა სამინისტრო. მე ვთქვი ეს რა მომივიდა და მე ჩავხდი ამ თხრილში. მაგრამ კიდე კაი ამინდი იყო, კარგი. ჭაბუა არ დასრულა. მე ვთხარი ბატონ ჭაბუა დიდი ბოდიში, მე ვთხარი მე სხვანაირად მინდოდა, მე ვთხარი არაო კაცო, მამაკაცები ხო ვართ ჩვენო და თვითონ მესიამოვნა ახლა რომ გავამიყვანა მდგომარეობიდან და ერთად ამოვედით იქიდან და მე არც ფორმარილი მინდოდა. კარგია, კარგი ისტორია. იტალიური წარმოშობის კაციც რო ყავდა, Galante Yoska, სხვა ფეხბურთები გამოჩნდა. Galante taxis. Может, помнишь это? ამირანთა მოდიოდა, მაგრამ მაინც იმას რო იყო მიჩვეული ძველ საბჭოთა ფეხბურთი, მაინც იქით წავიდა. ჩვენთან არ მოდიოდა პინგვინში ეს Yoska და დადიოდა იქ თავარი ბრიხალოვკა რო იყო. თავარი ბრიხალოვკა იყო ალბათ სოხომელებს ყველას ახსოვს. აფხაზია რო იყო სასტუმრო მარცხენა მხარეს იყო საყავე და გროვდებოდნენ დილის 6 საათიდან. იყო ღრიალი, წივილი, კივილი ფეხბურთზე ლაპარაკი, აგინებენ სპარტაკს, აგინებენ კიევის დინამოს, არარას, და ამის თავი ყველაფრის არის წულაია ჯუგული. ძალიან ახლოს ვიყავი მე ჯუგულისთან. ის კი არა ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ჩემი თუ არ გჯერა თუ ამათ კითხეთო. ხო, ჩვენ ისეთი ავტორიტეტები არ ვიყავით ახლა ბეხალოკაზე, მაგრამ ჯუგულის ჩემი და გიორგი სიჩინავა ჩვენ ერთად დავდიოდით. უფრო მეტი ჯეროდა ჩვენ. თუ ამათი არ თუ ჩემი არ ჯერა თუ ამათ კითხეთო. მე ვთქვი ჯუგული მეორეჯერ არ თქვა ასე. შენ უფრო ავტორიტეტიანი ხარ აქ. მოვიდა ეს Yoska, მსხოლი კაცო იტალიელი, არასდროს არ მოსულა პინგვინში ეს კაცი. უი გამეხარდა, გამარჯობა და იგინება და აგინებს ამ ჯუგულის და ამ ბრიხალობას. რაშია კაცო საქმე, რაღაცა მოხდა. რაღაცები იგინებიანო, ჩემ გუნს აგინებიანო ისეო და აცი ჩემი ფეხი ბრიხალოვკაში არ იქნება. ბიჭო, მოდი მე ვუთხარი აქ, შენ ხარ იტალიელი. აქ არის გულშემატკივრები, ახალგაზრდები, ინტერის, იუვენტუსის, მილანის. თქვენ ხართ SSR-ის, სპარტაკი და დინამო, ხო, საბჭოთა ფეხბურთის გულშემატკივრები. მოდი ჩვენთან იარე კაცო და მე ვუთხარი ეხლა თქვენ დაჯექით, დაწყნარდით, მოგიდუხებ ყავას და პატარა სიურპრიზი მაქვს მე ვუთხარი შენთვის. რა სიურპრიზი მე ვუთხარი ეხლა და მომზადე ყავა, 1-2 დღის წინ ჩამომიტანეს იტალიიდან ინტერის ჟურნალი. ინტერის ეხლა რა ამბავია ხო 80-იანი წლები არის და ვიღაცამ იტალიიდან ჩამომიტანა ახლობელმა. და მე ვუთხარი შენ როგორც იტალიელი აი მე შენ ჩუქნი ამ ჟურნალს. გაგიჟდა ეს კაცი და მეუნება 30 წელი დავდივარ ამ ბრიხალოვკაზეო, არავის არაფერი არ უჩუქებიაო და აწი ვიბლი შევტადო. ერთი დღე მოვიდა, მეორე დღე და გაქრა არ არის Yoska. და მე ვნახე ზღვისპირას Yoska, почему вы к нам не приходите? ბიჭო, იციო, გეო თქვენთან კარგი არისო პინგვინში, მაგრამ მაინც გოლი იქ მიმიწევსო, შევრიგდიო ამ ხალხთანო და მიატოვა მერე ჩვენთან სიარულო. ესენი 6 საათზე 7-ზე რო გროვდებოდნენ და ხო იყო ხმაური ეს ინტურისტი ლაპარაკობდა, მოგვაცლეთ ეს ხალხი ვერ ვიძინებდა. ვინ გააგდებდა მაგას იქიდან 50-100 კაცი მოდიოდა. დიდი შეხება მაინც და მაინც მაგათან არ ხონდა, მაგრამ
ყველას ვიცნობდი, გამარჯვებით ყველას ვიცნობდი. მე იქ ახლოს მუშაობდა ცხონებული კუგური, ჩაი კუგური. იგონებენ ჟურნალისტები, აფხაზი ჟურნალისტები, რომ რა კარგი იყო მან, რომ ყველაფერი ღირდა მანეთი, ესე იგი ხაჭაპური და ჩაი მანეთი, ბრუდერბრუდი და ჩაი მანეთი და აუცილებლად ლექსებს მოაყოლებდა. ერთხელ გავრცელდა ესეთი ჭორიო, კუკურუ, ჩაისო, ობეხეესი დაესხა თავს და დაიჭერენ მალეო. რა შეა საქმე? მისო სამოვარი ქონდა დიდი და იმ სამოვარსო ორმაგი ფსკერი აქვს. ხოდა ესე იგი ლევი წყალი აქვს. ხო, უბრალოდ. თავისი საქმის პროფესიონალი იყო, ძალიან მაგარი ადამიანი. ჩემი მართლა არ დამილევი. კი, სწორედ. ყოველ გაზაფხულზე რესელიძეში დინამო თბილისი ჩამოდიოდა სავარჯიშო და ჯიგულიმ გაიგო რომ ჩვენ მივდივართ რესელიძეში. ისე წამიყვანეთო რა მე ჯიგული შენ ხანდახარ იცი ისეთ კითხვების დასმა მომთხარ რომ უხარხულ მდგომარეობას ჩააყენებ ხალხ თუ მოიქცევი ნორმალურად არ გაგვიბუჭებ ინტერვიუს მეთქი წამოდი არა უკაცო ხმას არა მომიღებ ნუ ჩავედეთ ახლა დავესტარეთ ვარჯიშს და მე ოთარ გაბელია მოგვიწყო შეხვედრა და 1000-ნაირი კითხვები დაუსვით და ახლა ის პერიოდია როდესაც ჩელებაძემ ერევანს სარიელ კარში რო გამოტანა აი ეს პერიოდია და ყველას აკერია პირზე ჩელებაძე და ახლა ცუდი კონტექსტით არ მოგვხსენებია ჩელებაძე რომ ჯიგულიმაც შეაგდო ახლა ჩელებაძეს ბოლომდე არ უთქვია მაგრამ ახლა ახალგაზრდა გაიგო ეს ყველაფერი და აი მომიყვანეთო მეო ერთი ფეხბურთელიო რომელიც სეზონში 10-12 გოლს გაიტანს ხვალე გავაგდებო ჩელებაძეს ამ კაცო გააქვს 10-ზე მეტი გოლიო სეზონშიო რა გინდათო ხალხო ჩვენ არაფერი არ მეთქია ჯუგულის შევხედე ჯუგულის მაყოფილი იყო ზურაბ ნაყოფია იყო ჩვენი რედაქციის რედაქტორის მოადგილე ღირსეული კაცი ღირსეულ ხალხს გალელებს უძახოდნენ ენგეჩეს Настоящий гальский человек. ენგეჩე. ზურაბს ჰქონდა ასეთი ზედმეტსახელი, ენგეჩე. და ზურაბმა მითხრა, აქედობისაც რომ წამოხვალო, აჩიგვარის მეურნეობაში შეიარეო და ალავიძე იყო დირექტორი, ცნობილი კაცი, აჩიგვარის მეურნეობა ძამდიდარი იყო და უთხარიო რომ მომავალ კვირასო გამოუვლიო და მრგვალი მაგედან უნდა ჩავატაროთ. ეს პარტიული შეხვედრა მიღწევებზე და ასეთ რაღაცებზე. ვიდეო ალავიძესთან და მეუნები ბატონმა ზურაბამ დავავალა რომ გადმოგცეთ მომავალ კვირას მრგვალი მაგედან უნდა ჩავატაროთ თქვენს მეურნეობაში. დაფიქრდა ახლა ალავიძე ფიქრობს და არ მეუნება არც კის არც არას. ცოტა ხნის შემდეგ მეუნება კი მაგრამ მრგვალი მაგედან საიდან მოვიტანო? მე ვთხარი ბატონო გვალი მაგიდა არა საჭირო 4 კუთხედი იყოს მე მივხვდა რომ შეეშალა მივხვდა რომ ცოტა შეეშალა და აი მაგასაც გაეცინა ეს გამეცინა და ძალიან ბევრი რამ გამახსენდა ჩვენი გავლილი ცხოვრების და თითქოს იმ დროს ვეწვიე რა დროზედაც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ და შუქრი დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისათვის